გამარჯობა. Добрый бадано, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახალ გენეცე? არა, ფონი და სიდა გამარჯობა. მე მინდა ყველას რომ მოგესალმოთ და ყველას ჩვენ ვარ. ეხლა მოვესული ვარ მე ერთადერთი მიზნით, ჩემო ძვირფასებო რა. ყოველგვარი ბაქიბუქის, ყოველგვარი გადაჭარბების, ყოველგვარი ლაილაის გარეშე ჩამოვყალიბდეთ კი არა, აი ეს ვითარება ერთად გავიაზროთ და თქვენ გულებში მიიღოთ გადაწყვეტილება ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისთვის. რა ჯობია, როგორ ჯობია და რა მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენს უყველად. აი ხლა ესე ახლოს ჩვენ ადამიანურ ცხოვრებასთან როგორც ახლა ვართ და თქვენ ახევარი გვაშორებს დარწმუნებული ყავით რომ არ ყოფილვართ და აი ამ შანსის გამოყენება ჩვენი პირდაპირი მოვალეობა ისე ვამბობ იმისათვის რომ ფეხზე დავდგეთ. შვიდად ძალიან ესე პრინციპულად მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან ყველანი და ის შემოვხაზოთ ვინც თქვენ გინდათ. მე არ გეუბნებით რომ მე ამირჩიეთ. კარგად შემხედეთ, მე რითი მოვედი თქვენთან, რა გულწრფელობით ავარ, თუ რამეში ვიტყვები და ბავშვებთ ამას პირდაპირ უნდა მითხრათ და მეორე როგორ მოვა თქვენთან, მესამე როგორ მოვა თქვენთან. კონდეს ყველას პირველი სიცოცხლის უფლება და შრომის უფლება და ჯანმრთელობის უფლება ეს ერთმანეთზეა გადაბული. თუ არ გაშრომეს, თუ ჯანმრთელობის საშუალება არ გექნება, ესე იგი სიცოცხლესაც გისპობენ, კაცოდა. სადა რომელ საუკუნეში ხდება ეს ამბავი? ხდება მარტო ჩვენთან. ხდება იმიტომ რომ ადამიანები ეზიზღებათ. უფრო უკეთესად გიტყვით, არ მინდა ახლა უხეშად ვილაპარაკო, არ უყვართ. არ განიცდიან მეორე ადამიანის გაჭირვებას. ვაპირებ არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე თითო სადარბაზოსთან შეხვედრას. ამავე დროს აი მინდა დაგეკითხოთ. ეგეთი რამე მინდა რომ გავაკეთო აქ ისანში. აი რომ ჩამოვივლი ყველა სადარბაზოს, ყველა უბას მე მოვაწყოთ ზონალური შეხვედრები,ავლაბარი, ზაზისუბანი, სალცალკე ზონალური შეხვედრები რო იყოს და მე ერთი თვის ბოლოსთვის, სექტემბრის ბოლოსთვის უკვე მთელი ისანის გაერთიანებული შეხვედრა, სადაც ბატონები ძირაც მომბრძანდება უკვე დაავლაბარში ან ცენტრში სადმე მოვაწყოთ დიდი შეხვედრა და მთელ თბილისს უთხრათ ჩვენ, რომ ჩვენ ფეხზე ვდგევართ, ჩვენ მივდივართ არჩევნებზე, მივდივართ, ყველანი მივდივართ უკლებლივ, მშვიდობიანად, წყობრად, მაგრამ უკან არ ვიხევთ. აი ასეთ შემთხვევაში გარწმუნებთ ვერავით არ გაყალბება, ვერ იქნება და ჩვენ აუცილებლად მივახცევთ იმას, რაც დიდი ხანია უნდა მიგვეღწია ხალხო. ადამიანურ ცხოვრება კაი ხანია უნდა დაწყებულიყო აქ. ჩვენ რაიონში ძალიან ბევრი პრობლემა არის. 9 წლის მანძილზე მთავრობა არანაირ ყურადღებას არ გვაქცევდა. სოციალური ძალიან ბევრი პრობლემა, ძალიან ბევრი მოუწყობელია ჩვენთან და დიდი იმედი გვაქვს ბატონი ნუკრის, რომ რაღაცა შეიცვლება უკეთესობისკენ და დიდი ენთუზიაზმით ველოდებით არჩევნებს და იმედი გვაქვს, რომ გაიმარჯვებს ქართული ოცნება. არავის ხელისუფლების მხრიდან დღემდე ყურადღება არ მიუქცევია. ამ ყურადღებას გამოხატავენ ისიც ელემენტარული ფორმით, როდესაც იწყება არჩევნები. ხალხი არის გაღიზიანებული. იმედი აქვს ყოველგვარი დაკარგული ამ ხელისუფლების და შესაბამისად მაჟორიტარობის კანდიდატს ხვდებიან ძალიან დიდი იმედით, ჯერაც მისი აქ არის ცუდაპირებები, შესაბამისად მათი რწმენა ძალიან გამყარებულია და ამიტომ არიან იმედით ახსავსენი. ასე რომ ისნის რაიონი, რომელიც დღემდე იყო აბსოლუტური ყურადღების გარეშე, დღეს დიდი იმედით არის გამშვალული სამომავლოდ ამ რაიონს გამოუჩნდება პატრონი, გამოუჩნდება მიმხედავი, რომელიც დაიწყებს ამ პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას. მე ღმართ ვწამს იმისა, რომ განწყობა ისეთივეა, როგორც საქართველოს სხვა რაიონ კუთხეებში და თბილისის სხვა რაიონებში. აი, სრულ უპირატესობაში ვართ ჩვენ. მთავარია, რომ ჩვენ არ მოვადუნოთ ყურადღება, არ ავყვეთ ამათ ახლა პროვოკაციებს და ყუთთან გამოვხატოთ და დავაფიქსიროთ ეს უმრავლესობა.